გამარჯობათ, მე ვარ ლეილა და გთხოვთ რომ გადავხდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს და კომენტაროთ და ლაიქოთ და დაფიქსიროთ თქვენი აზრი. დღეს ვწერთ ქალწულზე, რაილით ქალწულებს 2025-ში და დავიწყოთ რეტრო მერკურით. ჩვენ წელს გვექნება წელს რა ანუ 2025-ში გულისხმობს 3 რეტრო მერკური. შევთანხმდეთ რომ რეტრო მერკურის დროს არ ვიწყებთ ახალს, იმიტომ რომ თუ დაიწყებთ რაიმე ახალს, იყიდით, დაიწყებთ და ასე შემდეგ, არ დიდი ალბათობით არ მოგეწონებათ შედეგი. ან გაფუჭებული ჩამოვა, ან რაღაც ისე არ გამოვა, ანუ რა გამოვიწერ და რა ჩამოვიდეს მომენტი იქნება, ან გვიან ჩამოვა, ან დოკუმენტში რაღაც პრობლემები იქნება და მოკლედ ასე შემდეგ რა, არ არის მიზანშეწონილი რეტრო მერკურის დროს რაიმის ახალის დაწყება. მაგრამ ძალიან კარგია, რომ ძველს დაუბრუნდეთ, დახვეწოთ, დახუროთ და გადაახარისხოთ ძველი რაღაცეები. და ეხლა სახლებს გეტყვით და პერიოდს, როდის არის ეს. პირველი რეტრო მერკური არის 15 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით თქვენს მერვე სახლში. ეს არის საკითხები, რომელ საკითხებს შეიძლება მიუბრუნდეთ ამ პერიოდში. სექსუალური ურთიერთობები, ტრანსფორმაციული ნებისმიერი საკითხი, ზოგადად ტრანსფორმაცია, ბანკები, კრედიტები, სიკვდილის სიცოცხლის საკითხები, რაღაცა გადაწყვეტილების მიღება, რომ აი მორჩა, მე ამას აღარ გავაკეთებ და სხვა ადამიანი გავხდები, აი ამ კონტექსტით, ანუ საკუთარი ფერფლიდან დაბადება, ასე ვთქვათ. შემდეგი არის ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ეზოთერიკა, ყველაფერი სიღრმისეული, ასევე ოპერაციები და რა დაგვშვა, ფული, ხო? ანუ ამ მიმართულებით. შესაბამისად, შეიძლება ამ ძველ საკითხებს, ამ მიმართულებით ამ ძველ საკითხებს დაუბრუნდეთ. მეორე რეტრო მერკური არის 18 ივლისი, პირველი კი არა, 11 აგვისტოს ჩათვლით. ეს არის თქვენი მე-12 სახლი, როგორც გითხარით, ანუ ამ პერიოდში დიდი ალბათობით დაემშვიდობებით ცუდ მავნე ჩვევებს, ადამიანებს, რომელთაც თქვენზე ნეგატიურად მოქმედებს, საგნებს, მოვლენებს, ანუ აი თქვენი ცხოვრებიდან, ანუ გაწმენდითი პერიოდი იქნება რა. და საბოლოოდ გადაწყვეტ, რომ იცი რა, ესე აღარ მინდა. და მიმსახურებ რაღაც უკეთეს. შესაბამისად, ამიტომ ძალიან კარგი პერიოდია, რომ აი ეს ყველაფერი გააკეთოთ. თვითონ საკითხები, მე-12 სახლის საკითხები არის ციხეები, საავადმყოფოები, რელიგია, ეზოთერიკა, ემიგრაცია, მოგზაურობა მათ შორის, ამ კუთხით მოგზაურობა და ცვლილება ამ კუთხით, ხო? სიზმრები, ყველაფერი ეზოთერიკას რაც ეხება. და მოკლედ აი ამ ხრივ, ხო, მავლენ ნივთიერებები. შეიძლება გახსენოთ თავი, რაღაცა თუ იყავით მომხმარებელი მავლენ ნივთიერების, აი ეს, მაგრამ ან პირიქით გადაწყვიტოთ, რომ იცით რა, აღარ მინდა რა, აღარ მოვიხმარ და მე გადავწყვიტე ჯანმრთელი ცხოვრება. და გადაწყვიტოთ და ამისთვის ხელით შეგეწყობათ. შემდეგი არის მესამე რეტრო მერკური 9 ნოემბერი 29 ნოემბრის პერიოდი, ეს არის მეოთხე სახლი, აქტუალური საკითხები, რემონტის სახლი, სამშობლო, მიწა, დედასთან ურთიერთობა, ქონება. დაუბრუნდებით აი ამ საკითხებს. შემდეგ ვენერა, რეტრო ვენერა, ზოგადად ამ წელს ძალიან ბევრი რეტრო პლანეტა გვეყოლება და ასევე ძალიან ბევრი პლანეტა შეიცვლის ნიშანს, რაც მეტყოლებს იმაზე, რომ საკმაოდ ისე აქტიური პერიოდი წელი იქნება. რეტრო ვენერას დროს რა არ უნდა გავაკეთოთ? არ ვოჯახდებით, ხელს არ ვაწერთ და ესეთი უჩარევებს არ ვიკეთებთ, იმიტომ რომ როგორც რეტრო მერკურის დროს, აქაც იგივე მომენტია რა, ანუ თუ რამე ოპერაციაში ჩაიტარეთ, ისე არ იქნება როგორც გინდოდათ რა, და ამიტომ მოითმინეთ და მე გააკეთეთ. ან თქვა თუ ოჯახს ქმნით, ის რაც ოჯახის ფასეულობა, ეს ამის ნაკლებობა იქნება რეტრო ვენერას დროს. ესე იგი, რეტრო ანუ ეს აქტუალური და აქტიური სახლები იქნება მერვე და მე-7 სახლები და ეს იმაზე მეტყოლებს, რომ რაც ჩამოგითვალთ, ან ტრანსფორმაცია, დიდი ტრანსფორმაცია და ოჯახთან ურთიერთობა, პარტნიორთან ურთიერთობა ამ კუთხით, ოჯახურ ნებისმიერი ურთიერთობები, ისა რა ქვია,
დედა დამოვიწყო ხარ ვეღარ არის ეს სიტყვა. მტრებიც მათ შორის და მაქსიმალურ ძლიერები იქნებით რა ამ მიმართულებით და ბევრ რამეს დაალაგებთ. რა თქმა უნდა, თუ მოინდომებთ ახლა ციდან არავინ არ ჩამოვა თქვენ და მოინდომებთ პერიოდებს გეუბნებით და ასე რომ ხელი შეგეწყობათ. დარჩენ თქვენზეა ასე ვთქვათ რა, თქვენ უნდა იყოთ აქტიურ რეჟიმში. შემდეგი არის მარსი. ხო, ვიღაცამ შეიძლება ოჯახი შექმნას გენაცვალე ან მეშვიდე სახლში ვენერას ყოფნით საკმაოდ ისეთი სიყვარულით სავს. ოღონდ რეტრო ვენერას არ დაამტყიოთ. ვინცაც პარტნიორი არ ყავს, შეიძლება გაიცნოს ამ პერიოდში. მარსი, რეტრო მარსი არის 7 იანვრიდან 24 თებერვლის ჩათვლით, სადაც ენერგიის ნაკლებობა შეიძლება ვიგრძნოთ ან დაგვეზაროს რაღაცეები რა და ვთქვათ ამ დროს კარგია ხოლმე რომ დასვენება დავისვენოთ სიტყვაზე ან დავგეგმოთ რაღაცეები, მაგრამ არა აი ესე აქტიურად რო რაღაც გააკეთო ამის ენერგია მაინც და მაინც ან შინაგანი мотиваცია შეიძლება იმ პერიოდში არ გქონდეს. და თქვენს მე-11 სახლში. ეს მეტყველებს იმაზე რომ ესე იგი მეგობრები, ფართო აუდიტორია და ტექნოლოგიები და ყველაფერი განსხვავებული. აი ამ მხრივ გექნებათ როგორც სიზარმაცი ასე ვთქვათ, ასევე დაგეგმებით შეიძლება ამ მხრივ დაგეგმოთ ბევრი რაღაცა. ახლა იდეები გაგიჩნდეთ და ჩაიწეროთ. მაშინ იუპიტერი არის ბედნიერების პლანეტა, იღბალი შემოაქვს და იმ სახლში სადაც შედის ხოლმე იუპიტერი, იმ სახლის სფეროებს, ანუ მოვლენებს და ასე შემდეგ აფართოებს. და იუპიტერი შედის თქვენს მე-11 სახლში 10 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით და შემდეგ, ოღონდ 2026 წლის 1 ივლისია აქ ნაგულისხმები. ესე იგი, თუ თქვათ პოპულარობა გინდოდათ, ხელი შეგეწყობა თამაში და ვიღაცა თუ ეს ქონდა მიზანში, ხო, კიდე მიზნების დასახვა. ანუ ვიღაცა მიზნებს შეიცვლის, მიზნებს დასახავს, ახალ ლეველზე გადავა, ვისაც პოპულარობა გინდოდათ, ეს თქვენთვის ძალიან კარგი პერიოდია, მის იუპიტერი გეხმარებათ, რომ გახდეთ პოპულარული და სოციალურ ქსელებში მათ შორის. ასევე მეგობრებთან ურთიერთ ბევრი მეგობრები შეიძლება შეიძინოთ და თქვათ გადაწყვიტოთ რაღაც ტექნოლოგია რო შექმნათ და გამოგივათ ეს. ასევე მაგალითად დაიწყოთ კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა ან რაღაც ნებისმიერი სხვა და საკმაოდ წარმატებული, კარგი და მცოდნე იქნებით ამ მიმართულებით. სატურნი თქვენს მერვე სახლში იქნება 26 მაისი 2 სექტემბრის პერიოდი 2026 თებერვალს 2026 წლის თებერვალს 2 წელნახევარი 3 წლით შევა თქვენს მერვე სახლში. ესე იგი სატურნი არის პლანეტა, რომელიც წესჩვეულებებს, კანონებს, წესებს, მენეჯმენტს აი ამას განაგებს, ხო? და გეხმარებათ სატურნი იმაში, რომ ხელახლა დაიბადოთ. ანუ რას გულისხმობ? საერთოდ სულ სხვა მაღალ ლეველზე აღმოჩნდეთ, თუ ამას მოინდომებთ კიდევ ერთხელ ვამბობ და ტრანსფორმაცია განიცადოთ შემდეგ მიმართულებებში და დაალაგოთ, დაამენეჯმენტოთ, დაახარისხოთ და იცოდეთ რა გინდათ. სფეროები, სექსუალური ურთიერთობა, ეზოთერიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ყველა ესეთი მიმართულება. ბანკები, კრედიტები, სიკვდილის სიცოცხლის საკითხები, ანუ საკუთარი თავის თავიდან აშენება, პარტნიორული ურთიერთობები, ბიზნეს ურთიერთობები, აი ამ მხრივ ძალიან ვიღაცა ბიზნესს გახსნის. ხო? ამ მიმართულებით სატურნი ძალიან გეხმარებათ, რომ დაალაგოთ, დააწყვილოთ და ასე შემდეგ. შემდეგი არის ნეპტუნი. იმიტომ რომ სხვა პლანეტის თქმა მინდოდა, მაგრამ მე გამახსენდა რომ აგვისტოში მათი გაერთიანება და ჯობია რომ ნეპტუნზე ვთქვა და მე მათ გაერთიანებაზე. ნეპტუნი 31 მარტი 23 ოქტომბრის პერიოდი ეს არის მერვე სახლში და შემდეგ 2026 წელს მთლიანად შედის ის თქვენს ასევე მერვე სახლში. ეხლა საინტერესო რა არის? ნეპტუნს არ გააჩნია საზღვრები. და ამ მხრივ აი რა სფეროების რო ჩამოგითვალეთ რა, აი ბანკი, ბიზნესი, ესე იგი ბანკი, ბიზნესი, სექსუალური ურთიერთობა, სიკვდილის სიცოცხლე, ოპერაციები,
ეზოთერიკა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ყველა ღრმა მეცნიერება, ასტროლოგიაც შეიძლება, სიზმრები, რავი, ყველაფერი აი ამ სფეროთი ბანკები, კრედიტები თქვი თუ არ თქვი ეხლა ვამობ, თუ თქვი არა უშავს კიდევ ვიმეორებ. ამ ხრივ შეიძლება რომ ანუ აი იმედენად სხვა ცოდნაზე და სხვა ლეველებზე და აი თქვენ იმხელა რესურსი გექნებათ რომ დაანგრიოთ თქვენი საზღვრები ამ მიმართულებით და განვითარდეთ და საერთოდ სულ სხვა ლეველზე და სულ სხვა ადამიანი გახდეთ ხო საკუთარ თავისგან შექმნათ ის ვინც გინდათ რომ იყოთ და ძალიან კარგი პერიოდი ამ მიმართულებით და ეხლა აგვისტოში ნეპტუნის და სატურნის შეერთება იქნება. ერთის მხრივ ამ კონტექსტში ერთმანეთთან საპირისპირო თვისებების მქონე პლანეტად შეიძლება მოვიაზროთ. ეხლა რას გულისხმობ? სატურნი პირიქით სატურნს გააჩნია ძალიან დიდი საზღვრები რა არ უყვარს მას ესეთი ქაოსი და რაღაცები და ნეპტუნს პირიქით ქაოსი და საზღვრები რო არ გააჩნია. და შესაბამისად ამისა ხო იქ არ დამავწყეს სატურნის და ნეპტუნის შეერთების დროს და აი ცალ-ცალკეც რა ვიღაცამ შეიძლება ქონება დაგიტოვოთ ანდერძი და ასე შემდეგ და ისა რა ქვია გაჩუქოთ რაღაცები რა გადმოგიფორმოთ ან თქვენ დაგრჩეთ ხო ანუ და ასე შემდეგ ანუ ეხლა რა არის საინტერესო კიდევ სატურნს როგორც თქვი სატურნს კი და ნეპტუნს არ გააჩნია საზღვრები უკაცრავად ერთი წუთით და ის ადამიანები ვინც ძალიან ქაოსში იყავით ანუ აი ეს პერიოდი დაგეხმარებათ რომ დაასტრუქტურიროთ და სტრუქტურაში ჩასვათ ყველაფერი და პირიქით ვინც ზედმეტად შემაწუხებლათაც კი იმიტომ რომ ყველაფერი ზედმეტი არის ცუდი ასე ვთქვათ იმ გაგებით რომ ადამიანს ვნებს და როდესაც პირიქით თუ ძალიან დამოწესრიგებული ზედმეტად შემაწუხებლად მოწესრიგებული იყავით შეიძლება უფრო მოქნილი გახდეთ და ეს ძალიან დაგეხმარებათ რომ დახვეწოთ ძალიან ბევრი რაღაცა რეალურად შემდეგი არის ესე იგი ნეპტუნზე და სატურნზე ვთქვით პრინციპში ხო, ამათი შეერთება ასევე შეიძლება იცით რა რელიგიური რაღაცა რელიგია რაც რისიც გწამდათ ესე ამათში შეიცვალოთ წარმოდგენა. მაშინ შემდეგი არის პლუტონი, რომელიც თუ არ ვცდები 2024 წლის 24 ნოემბერს შეიცვალა მან ნიშანი და 20 წლით შევიდა თქვენს მე-6 სახლში. რაც მეტყოლებს იმაზე, რომ ძალიან აქტიური და აქტუალური იქნება საკითხი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და მათ შორის შინაური ცხოველები და მათ შორის შინაური ცხოველები, ესე იგი საქმე, სამსახური ყოველდღიურობა, აი ეს თემები ძალიან აქტუალური იქნება და ტრანსფორმაციული იქნება მთელი 20 წლის განმავლობაში. ანუ ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება ხშირადაც შეიცვალოს სამსახური და რაღაცა თქვენი იპოვოთ ამ შემთხვევაში, ან თქვენ დაარსოთ, არ არის, ეგეც არ არის გამორიცხული. ან თქვათ გაუმჯობესოთ თქვენი ჯანმრთელობა, ან თქვათ ვიღაცას თუ არ ყავს შინაური ცხოველი, ანუ უკვე ყავდეს, ანუ გადაწყვიტოს რომ ეყოლოს შინაური ცხოველი. და მოკლედ ეს რაც ხო პლუტონი ზოგადად ძალიან ტრანსფორმაციული პლანეტა არის და მაქსიმალურად ანუ მანამდე და მის შემდეგ, ანუ იმდენად რადიკალურად განსხვავებულს ხდის ადამიანს, რომ საერთოდ სულ სხვანაირად ცხოვრობთ ადრე და ეხლა საერთოდ სულ სხვა აზრები გაქვთ, სულ სხვანაირად იწყებთ ფიქრს და ძალიან საინტერესოა ამ მხრივ. შემდეგი არის კარმული კვანძები, რომელიც ესე იგი 12 იანვარს შეიცვლიან ნიშანს და თქვენს მე-7 და პირველ სახლებში იქნებიან რახუ მე-7 და კეტუ პირველში. და 12 იანვარს შეიცვლის, როგორც თქვი, ის ნიშანს, წელიწად ნახევარი იქნება. და
ცვლილებები იქნება ვიზუალური კუთხით, ან ხასიათობრივი კუთხითაც და ვიზუალური კუთხითაც. ძალიან კარგია თუ ვთქვათ ვიღაცას თუ ვარჯიშის დაწყება გინდოდათ და რაღაც თქვენი ფორმებისთვის ასე ვთქვათ დროის დათმობა ძალიან კარგია ამისთვის, ხო? გარდა ამისა, მეშვიდე სახლი, ესე იგი, პარტნიორთან ურთიერთობა, მტრებთან ურთიერთობა, მეგობრებთან ურთიერთობა და ანუ ამ წელიწად ნახევარი იმუშავებთ აი ამ მიმართულებებით. შემდეგ ჩვენ გვექნება 2 მთვარის დაბნელება და 2 მზის დაბნელება. პირველი მთვარის დაბნელება იქნება, ანუ მზის და მთვარის დაბნელების დროს ხდება ხოლმე კულმინაციები, ანუ შედეგი აი მთელი პერიოდის, ხო? პირველი მთვარის დაბნელება არის პირველ სახლში და ეს იქნება 14 მარტს. ესე იგი, ანუ თუ ვარჯიშობდით და ასე შემდეგ, თქვენ ან თუ ფსიქოლოგთან მუშაობდით, აი ეს დაინახავთ უკვე კულმინაცია იქნება, უკვე შედეგებს დაინახავთ და ძალიან მაგარია. მეორე მზის დაბნელება არის 29 მარტს, რომელიც მერვე სახლში არის თქვენი და კულმინაციას დაინახავთ შემდეგი მიმართულებებით. სექსუალური ურთიერთობა, ესე იგი, ეზოთერიკა, ბანკები, ბიზნესი, ფული, პარტნიორული ურთიერთობები, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ყველაფერი სარისკო საქმეები, აი ეს ანუ ამ სფეროებში ნახავთ შედეგებს, კულმინაციას. მთვარის დაბნელება იქნება შემდეგ 7 სექტემბერს მეშვიდე სახლში, ისევ პარტნიორული ურთიერთობები, მტრები, მეგობრები, აი ეს ოჯახური ურთიერთობები, აი ამ მხრივ ნახავთ კულმინაციას და შედეგს. და ბოლო არის მზის დაბნელება, რომელიც 21 სექტემბერს ხდება თქვენს პირველ სახლში, ვიზუალის სახლში და ხასიათობრივ ჭრილში. ძალიან, ანუ თუ მუშაობდით, ანუ ხელახლა ბოლოჯერ დაუბრუნდებით ამ ბოლოჯერ, ანუ აი ამ პერიოდს გულისხმობ 2025 წელს, დაუბრუნდებით, დახვეწავთ თქვენ ხასიათს ბოლომდე და თქვენს ვიზუალს. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო, მადლობა რომ მომისმინეთ, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. ძალიან გამიხარდება თუ დააფიქსირებთ თქვენ აზრს, ანუ წინა წლების და ეხლა წლევანდელი წელის პროგნოზიც მიდევს და რამდენად დაემთხვა თქვენს გამოცდილებას, ხო, ამ წელს რაც მიიღეთ ან წინა წელს. და აი ძალიან ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება ამის წაკითხვა ან მოსმენა, ხო? მოკლედ, წარმატებები აბა თქვენიცით და წლის განმავლობაში ვეცდები რომ მოკლე ვიდეოებით კიდე შეგახსენოთ, კიდე დავაზუსტო რაღაცები, კიდე გადმოგცეთ რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაციები, თვალიადევნეთ არხს და აბა თქვენიცით.